YouTube ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული უფასო გასართობი პლატფორმა არის კონტენტის შემქმნელების მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიების ვიდეოების საცავი. მაგრამ თავად პლატფორმაც გამხდარა ამ ვიდეოების მსხვერპლი, რადგან შეუმჩნეველი სკანდალები, თავსმოხვეული ნარატივები და გაალბებული აღწერები დომინირებს ამ სივრცეში. ნომერი 10. იმ მომენტიდან, როცა YouTube-ის კონტენტის შემქმნელობა ნამდვილ პროფესიად, რომლითაც ქიდის გადახდაც შეიძლებოდა იქცა, ზოგიერთმა YouTuber-მა ეჭვი შეიტანა შემოსავლის უთანასწორობაზე სხვადასხვა ნიშებს შორის. ზოგი ფიქრობდა, რომ პლატფორმა გარკვეულ შემქმნელებს სხვებზე მეც უხდიდა, მაშინაც კი თუ მათ ზუსტად იგივე რაოდენობის ნახვები ჰქონდათ. მაგალითად, უბრალო გეიმინგ ვიდეო შეიძლება რამდენიმე $100 გამოიმუშაოს, მაშინ როცა ბიზნესის ან ფინანსების ვიდეომ იგივე რაოდენობის ნახვებით რამდენიმე $1000 მოიტანოს. თავდაპირველად კრიტიკოსები ამ თეორიას მიიჩნევდნენ გადაჭარბებულად ან შემქმნელების მხრიდან უსამართლო ბრალდებად. მაგრამ მოგვიანებით YouTube-მა თითქოს დაადასტურა ეს ფაქტი. ანალიტიკამ, შემქმნელების განცხადებებმა და რეკლამ დამფინანსებლებმა აჩვენეს, რომ ყველა YouTube ნახვა ერთნაირი ფასის არ არის. ამ განცხადების უკან დგას CPM-ის ფუნქცია, რაც გულისხმობს თანხას, რომელსაც რეკლამ დამფინანსებლები იხდიან ყოველ 1000 რეკლამის ჩვენებაზე და ასევე იმას, თუ რამდენად ღირებულად მიიჩნევენ რეკლამ დამფინანსებლები მაყურებლებს. სწორედ ამ აღმოჩენის გამო, სხვადასხვა კონტენტ შემქმნელმა გამოაქვეყნა სიები, თუ რომელი YouTube ნიშები არის ყველაზე მომგებიანი. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ყველაფერი, რაც ფინანსებსა და ბიზნესს ეხება, როგორც წესი, უფრო მაღალ CPM-ს იღებს. ტექნოლოგიების მიმოხილვები, კულინარიული არხები და გეიმინგი უფრო მაღალ შემოსავლის დიაპაზონში რჩება. გეიმინგთან, ვლოგინგთან და მუსიკასთან დაკავშირებული არხები და ვიდეოები ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. პირადი ფინანსების ან ინვესტირების შესახებ ვიდეოების CPM მერყეობს $15-დან $50-მდე. მაშინ როცა გეიმინგ ვიდეო მიუხედავად პოპულარობისა, ბევრად უფრო დაბალ CPM-ს იღებს, $4-დან $15-მდე დიაპაზონში. YouTube-მა დაადასტურა, რომ ეს განსხვავება მართლაც არსებობს მონეტიზაციის დოკუმენტაციითა და ანალიტიკური ინსტრუმენტებით. ასევე იყო შეთავაზებული მოსაზრება, რომ შემოსავლის განსხვავების მიზეზი ის არის, რომ რეკლამის დამკვეთები ამ ნახვებისთვის არ იხდიან. ისინი იხდიან პოტენციურ მომხმარებლებთან ცდომისთვის. თუ შემქმნელი აქვეყნებს ვიდეოებს გადასახადებზე, იპოთეკებზე ან პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებზე, მაყურებლები აღიქმებიან როგორც მაღალი ღირებულების მომხმარებლები. მათ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ ფული დახარჯონ ისეთ რამეზე, როგორიცაა ფინანსური სერვისები. საპირისპიროდ გეიმინგ ვიდეოებისა და კომედიური სკეჩების აუდიტორია ხშირად უფრო ახალგაზრდა, ან უბრალოდ გართობას ეძებს და შესაძლოა არ ქონდეთ შესყიდვის უნარი. ერთი კრეატორის სუბრედიტის განხილვამ ეს ესე შეაჯამა. ფინანსური თემების მაყურებელი უფრო სასურველი სამიზნეა, რადგან ისინი ასოცირდებიან შესყიდვის უნართან, რის გამოც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ვიდეოები კრეატორებისთვის უფრო მაღალ შემოსავალს იძლევა. YouTube-ს ეს პროცესი არ დაუმალავს. ის ღიად აჩვენებს CPM და RPM მაჩვენებლებს YouTube Studios განყოფილებაში, რაც კრეატორებს საშუალებას აძლევს შეადარონ შემოსავლები და კატეგორიები. არსებობს ამოსაცნობი კანონზომიერება, რომელიც აჩვენებს, რომ კრიპტოვალუტაზე ინვესტიციებსა და ბიზნესზე შექმნილ ვიდეოებს უფრო მაღალი CPM აქვთ, ვიდრე რეაქციის ან გეიმინგ ვიდეოებს. YouTuber-მა შეცდომით იფიქრეს, რომ ვირუსული ვიდეო ავტომატურად მეტ შემოსავალს ნიშნავდა, მაგრამ ასე არ იყო. ამის გარდა YouTube არ წყვეტს, რომელი ნიში მიიღებს მეტ ანაზღაურებას. საბოლოოდ ამას რეკლამის დამკვეთები და ინვესტორებიც კვესტორები წყვეტენ. როდესაც პლატფორმამ შემოსავლის განსხვავება დაადასტურა, ეს კულტურულ ცვლილებას გამოიწვია. კრიპტოვალუტასთან, ბიზნესთან და ფინანსებთან დაკავშირებული არხები მრავლად გაჩნდა, ხოლო ვლოგერების მთელი ეპოქა გააკეთა შენ თვითონ ტიპის და ხუმრობის ვიდეოებთან ერთად თანდათან შემცირდა. თემები, რომლებიც ნაკლები მსყიდველონარიანობის მქონე აუდიტორიას იზიდავს, ინდუსტრიაში მაინც ყვავის. ეს არხები კვლავ აგრძელებენ შემოსავლის გენერირებას, თუმცა ნაკლებ რაოდენობით, მაგრამ მაინც საკმარისად, რომ შემქმნელებს ინტერესი არ დაუკარგოთ. CPM-ზე მთავარ როლს მხოლოდ ნიშები არ ასრულებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აუდიტორიის გეოგრაფიაზეა დამოკიდებული. YouTube მიუთითებს, რომ მაყურებლები და შემქმნელები უფრო მდიდარ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა და ავსტრალია, როგორც წესი, უფრო მაღალი CPM აქვთ. კიდევ ერთხელ, ეს გადაწყვეტილება რეკლამ დამწერებზეა დამოკიდებული, რომლებიც უფრო მდიდარ რეგიონებს უმიზნებენ, რადგან მდიდარი რეგიონები ნიშნავს უფრო მდიდარ ადამიანებს, უფრო მაღალი შესყიდვის უნარით. შემქმნელები, რომლებიც ამერიკელ მაყურებლებს იზიდავენ, ხშირად უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ისინი, ვინც დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან აუდიტორიას იზიდავს, თუნდაც მათ ერთნაირი ნახვები ჰქონდეთ. სამიზნე აუდიტორიებიც CPM-ის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. არხები, რომლებიც ახალგაზრდა აუდიტორიას იზიდავენ, შეიძლება ნაკლებ შემოსავალს იღებდნენ, რადგან მათი სამიზნე აუდიტორია ნაკლებად გადახდისუნარიანია, განსხვავებით იმ კონტენტისგან, რომელიც მოზრდილებისთვისაა მიმზიდველი და რომლებიც ბუნებრივია უფრო მეტ სიმდიდრეს ფლობენ.
და როცა თამაშების ბაზარზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ პლატფორმაზე უამრავი და უამრავი gaming content-ი შემქმნელია. ეს ბაზარი უკვე გადავსებულია. მიწოდება მოთხოვნაზე მეტია, ამიტომ CPM-ები ბუნებრივად იკლებს. ამ შემთხვევაში ეს ნაკლებად არის შეთქმულება და უფრო ეკონომიკური პრობლემაა. ნომერი 9. Defy Media, მსხვილი ციფრული კომპანია, ფუნქციონირებდა როგორც მრავალპლატფორმიანი შემქმნელი, მოქმედებდა როგორც მრავალარხიანი ქსელი და საპროდიუსერო სტუდია. კომპანია პასუხისმგებელი იყო ისეთ ცნობილ YouTube არხებზე, როგორიცაა Screen Junkies და Smoshi. MCN მოქმედებდა როგორც შუამავალი შემქმნელებსა და YouTube შორის. ის მართავდა უზრუნველყოფდა საჭირო რესურსებს, მონეტიზაციას უკეთებდა რამდენიმე არხს და რეკლამებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს იღებდა. Defy Media ასევე იკონებდა YouTube-ს თავისი ბრენდების პორტფელის გასავრცელებლად, მათ შორის იყო Addicting Games-ი და Gamefront-ი. MCN-ის ეპოქის პიკში 2012-დან 2016 წლამდე კომპანიამ გარკვეული ეჭვები გაული, ეჭვები გამოიწვია. Defy Media-ისთან დაკავშირებულმა მაღალპროფილურმა კრეატორებმა ეჭვი შეიტანეს, რომ ქსელი შემოსავლის უფრო დიდ პროცენტს იღებდა, ვიდრე თავდაპირველად იყო შეთანხმებული. დიდი დრო არ გასულა, რომ ამ კრეატორებმა თავიანთი შეშფოთება გამოხატეს, როცა მიხვდნენ, რომ რაღაც არ ემთხვეოდა. ერთ-ერთი მთავარი ხმა და ერთ-ერთი პირველი, ვინც პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა, იყო PewDiePie, რომელმაც როგორც ამბობენ, განაცხადა, რომ ქსელები სამარცხვინოდ ცუდად იმართებოდა. მისი თქმით, კრეატორები, რომლებიც Defy Media-სთან თანამშრომლობდნენ, შემოსავალს კარგავდნენ. ბრალდებები PIX 2018 წლის მარტში მიაღწია, როდესაც კომპანია მოულოდნელად დაიწყო დაშლა, რაც თანამშრომლების 8%-ის გათავისუფლებით დაიწყო. Defy Media-მ დატოვა პროგრამატული რეკლამის სფერო, ასევე ვიდეოს ლიცენზირებისა და სინდიკაციის ბიზნესი. Smoshi's director Joe Barata ასევე დატოვა თავისი პოზიცია კომპანიაში. და ივნისისთვის მოულოდნელი კოლაფსის მიზეზი გამოაშკარავდა. PewDiePie და სხვა ტოპ შემქმნელები მართალი იყვნენ. Defy Media თავის პარტნიორებს დიდი ოდენობის ფულს თაღლითურად ართმევდა. რამდენიმე გამომცემელი გამოვიდა და განაცხადა, რომ კომპანიას მათთვის რეკლამის საფასური არ გადაუხდია. მათ შორის იყო Topix-ი, რომელმაც $300,000 სარჩელი შეიტანა. 2018 წლის ნოემბერში Defy-ის ყველა აქტივი კრედიტორებმა გაყინეს, ხოლო ხელმძღვანელები და თანამშრომლები ცუდ ფინანსურ პრაქტიკებს ადანაშაულებდნენ. ეს ცუდი პრაქტიკები Defy Media-ის სკანდალით დასრულდა. 2019 წელს გაირკვა, რომ კომპანია მილიონობით დოლარის AdSense-ის შემოსავალს და brand sponsor-ობებს ითვისებდა. მაგრამ ეს თანხები პირდაპირ შემქმნელებს ეკუთვნოდათ. ეს თანხები MCN-ს როგორც შუამავალს გადიოდა, რომელიც YouTube-იდან შემოსავალს აგროვებდა და შემქმნელებს მხოლოდ პროცენტის დაკლების შემდეგ აძლევდა, ეს პროცენტი კი აღმოჩნდა განსხვავებული იმაზე, რაც თავდაპირველად შემქმნელებს უთხრეს. გარდა ამისა, კომპანიის მკრისიერი დახურვა და შემდგომი აქტივების გავინვა ნიშნავდა იმას, რომ მათ ვეღარ მიიღებდნენ დანარჩენ თანხას, რაც ეკუთვნოდათ. ზოგიერთი YouTuberi ამ სკანდალის შედეგად $10,000 იქნა მოტყუებული. Matt Batti ერთ-ერთმა შემქმნელმა განაცხადა, რომ კომპანიას მასზე $1.7 მილიონი ჰქონდა ვალი. ნომერი 8. ყველაზე გამორჩეულ ინფლუენსერებსა და YouTuberებს შორის არის ამერიკელი მედია პიროვნება, მომღერალი და მსახიობი Trisha Paytas, რომლის მრავალმხრივი YouTube კარიერა უამრავ დაპირისპირებასა და სკანდალს მოიცავს. Trisha's YouTube content მრავალფეროვანი და მოიცავს რამდენიმე ჟანრს, მათ შორის vlogებს, mukbangებს, ASMR-ს და სხვას. მისი ყველა არხის ჯამში Trisha-ს ყავს 7,200,000 გამომწერი და 1,200,000,000 ნახვა. ის გადავიდა ლოს-ანჯელესში 2000-იანი წლების დასაწყისში, რათა სამსახიობო კარიერა დაეწყო. ის დაიწყო მუშაობა თეთრეულის მოდელად, რათა თავი ერჩინა და მოგვიანებით სხვადასხვა სატელევიზიო შოუში გამოჩნდა. მან ასევე სცადა ყველაზე სწრაფად მოსაუბრის რეკორდის დამყარება 54 წამში 710 სიტყვით. 2007 წელს მან დაიწყო თავისი ფართომასშტაბიანი კარიერა YouTube-ზე. თავდაპირველად ეს იყო არხი მოდისა და ურთიერთობების რჩევებისთვის, სადაც ის კომპეტენტურად და მცოდნედ გამოიყურება. მაგრამ 2013 წლისთვის Trisha's persona-მ მკვეთრი დაღმასვლა განიცადა. მან დაიწყო ვიდეოების გაკეთება, სადაც საკუთარ თავს უცოდინარად და გამოუცდელად წარმოაჩენდა. მან დაიწყო დამაბნეველი კითხვების დასმა, მაგალითად, აქვთ თუ არა ძაღლებს ტვინი და ვინ გამოიგონა გრავიტაცია? ნამდვილად გჭირდება ის? ისევე როგორც ცნობილი კითხვა, ბრტყელია თუ არა დედამიწა და არის თუ არა ჰავაი ამერიკის ნაწილი? მოკნისიერად, საზოგადოება გაიღო ორ ნაწილად. ზოგიერთმა ფანმა იფიქრა, რომ ახალი პერსონა ნამდვილი იყო, ზოგიერთს კი ეს უცოდინრობა მომხიბლელადაც კი მოეჩვენა. მაგრამ სკეპტიკოსებმა მისი წინა ვიდეოები გაიხსენეს, სადაც Trisha უფრო ინტელექტუალურად გამოიყურებოდა და დაფიქრდნენ, იყო თუ არა ეს ახლად მიღებული პერსონა ნამდვილი, თუ ეს იყო ჭკვიანური ბიზნესსვლა, რომელიც მას მეტ ნახვებს და ყურადღებას მოუტანდა. ზოგიერთი პირველ ვერსიას ემხრობოდა, სხვები კი მეორეს ამკიცებდნენ, მაგრამ დებატი მალე დასრულდა.
ტრიშამ ღიად აღიარა Business Insider-ის ინტერვიუში, რომ ნახვებისთვის სწროლავდა. მისი სიტყვებით, მან თავი უფრო სულელად წარმოაჩინა, რათა მეტი ყურადღება მიექცია და შესაბამისად მეტი ნახვა მიიღო თავის ვიდეოებზე. ტრიშა, როგორც ზოგიერთ ზეგონა, გათვლილი ტროლი იყო. მან საჯაროდ აღიარა, რომ მისი ექსცენტრიკული პიროვნება მხოლოდ თამაში იყო. ანდი კაუფმანის სიბრაზის გამომწვევი წარმოდგენით შთაგონებული, რომელმაც ერთხელ შეგნებულად უნიჭო მომღერალი ტონი კლიფტონი შექმნა. და რომელიც ხანდახან კომედიის შოუებზე ხუმრობების ნაცვლად ხმამაღლა კითხულობდა დიდ გეტსბის. უდავოდ, ამ ქცევამ მას უფრო დიდი აუდიტორია და მეტი ყურადღება მოუტანა. პლატფორმის მანიპულირებით და საზოგადოების პროვოცირებით ტრიშამ შეძლო თავისი სახელის მუდმივად ყურადღების ცენტრში შენარჩუნება. მისი ქაოტური ქცევა არ იყო არაფრით მეტი ვიდრე გააზრებული ფორმულა და ახლა მას ეკუთვნის YouTube-ის ყველაზე დიდი ტროლის ტიტული. ნომერ 7. სოციალური მედიის აღმავლობამ გამოიწვია დრამატული ცვლილება, რომელმაც ჩვეულებრივი ადამიანები თითქოს ერთ ღამეში ვარსკვლავებად აქცია. ეს ფაქტი ყველაზე თვალსაჩინოა YouTube-ზე ჩანს. თანამედროვე ტერმინმა ინფლუენსერი ჩვეულებრივი ადამიანებით წარმატებულ მეწარმეებად აქცია. ონლაინში ისინი წარმოაჩენენ თავს თითქოს ბრწყინვალე ცხოვრებით ცხოვრობენ, ესლებიან Coachella-ს, ატარებენ დიზაინერულ ტანსაცმელს, ისვენებენ ძვირად ღირებულ კურორტებზე და ცხოვრობენ ფუფუნებაში. მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში უყურებს ამ გამოსვლებს იმ იმედით, რომ შთაგონებას მიიღებს და მიაღწევს იმავე წარმატებას, როგორც მათი კუმირები. თუმცა, მათ არ იციან, რომ კულისებში ტყუილების მთელი სამყარო იმალება. ინფლუენსერები ხალბად წარმოაჩენენ თავიანთ მდიდრულ ცხოვრებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი შეთქმულების თეორია, რომელსაც ბევრი ადვილად იჯერებს. სოციალური მედიის მომხმარებელთა დიდი ნაწილი ეჭვობს იმ ინფლუენსერების ნამდვილობაში, რომლებიც საკუთარ თავს მილიარდერების დონეზე წარმოაჩენენ, კერძო თვითმფრინავებით, უზარმაზარი სახლებითა და მდიდრული მანქანებით. უბრალო ეჭვები, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩანდა, 2019 წელს პიკს მიაღწია, როდესაც ერთმა ცნობილმა იუთუბერმა გამოააშკარავა ინფლუენსერების სამყარო და აჩვენა, როგორ არის ყველაფერი აგებული ფალსიფიკაციებზე. ეს იუთუბერი იყო Gabby Hanna, ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ინფლუენსერი, რომელიც პოპულარული გახდა YouTube-სა და Vine-ზე. იმ წელს Gabby მატვრეთა რამდენიმე vlog ვიდეო in Gijuri weekend-იდან, რომელიც Coachella-ზე გაატარა. მან აჩვენა მდიდრული ფესტივალი უდაბნოში. ის იცრომდა უცნაურ ტანსაცმელს და ექსცენტრიკულ პიკულბარიკებს. თანამედროვე რადიოს მუსიკის ფონზე Gabby-მ ნამდვილი შოუ დადგა და ფანები აღფრთოვანებულები იყვნენ მისი მდიდრული მოგზაურობით. თუმცა, სულ რამდენიმე დღეში ეს ფასადი ჩამოინგრა. Gabby-მ გამოაქვეყნა რამდენიმე შემდგომი ვიდეო, რომლებშიც მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ არ დაეჯერებინათ ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ხედავენ. ვიდეოები მაყურებელს ეტაპობრივად აჩვენებდა თუ როგორ გააყალბა ინფლუენსერმა Coachella-ს ფესტივალი. აღმოჩნდა, რომ Gabby-მ ყველაფერი მეგობრის სახლში, Marina Del Rey-ში დადგა. Photoshop-ში სურათების მანიპულირებით Gabby-მ ისე გამოიყვანა, თითქოს ფესტივალის ტერიტორიაზე იყო, მაშინ როცა სინამდვილეში მილიებით შორს იმყოფებოდა. ტანსაცმელიც ყალბი იყო, ვარცხნილობებიც ყალბი იყო და მთელი გარემოც სიცრუე იყო. ამ ხილებამ საბოლოოდ დაადასტურა იმ ადამიანების ეჭვები, ვინც ფიქრობს, რომ ასეთი ცხოვრების სტილი საბულდაბულოდ არის დადგმული ნახვების მისაღებად და სინამდვილეში არაფერია გარდა გამოგონებისა. წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი ინფლუენსერი გამოდის და ამ ხელს ეკრანზე წარმოჩენილ პრეტენზიულ ცხოვრებას და იმას თუ რამდენად განსხვავდება ეს რეალური ცხოვრებისგან. ზოგიერთი იუთუბერი და სოციალური მედიის ვარსკვლავი უნებლიეთ გამოაშკარავდნენ, რომ ყალბი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათ შორის არიან Carolina Calloway, Carla Bellucci, Tana Mongeau და Lil Tay. ეს ყალბი პერსონაჟები მხოლოდ ყურადღების მისასაქცევად არ იქმება, არამედ მათ უკან დიდი კომპანიები დგანან, სადაც ტროლინგი და მოჩვენებითი ქმედებები მომხმარებელთა მიზიდულობის საშუალებაა. მეექვსე ნომერი. 2011 წლიდან YouTube-ის შემქმნელებმა და მაყურებლებმა უცნაური ფენომენი შეამჩნიეს. დაკავშირებული ვიდეოების გვერდითა ზოლში ან იმ ვიდეოს ქვემოთ, რომელსაც ამჟამად უყურებდნენ, ძალიან კონკრეტული ტიპის კონტენტი ჩნდებოდა. ეს გახდა ცნობილი როგორც replay გოგოების ფენომენი, რომელიც გამოირჩეოდა ვიდეო პასუხების მოულოდნელი მატებით, სადაც იყო მაცდუნებელი გამოსახულებები ან გამომწვევი thumbnail-ები და პროვოკაციული სათაურები. ცნობის მოყარეობა ბევრ მაყურებელს აიძულებდა დაეკლიკა ამ ვიდეოებზე, მაგრამ მალევე აღმოაჩენდნენ, რომ ამ გამომწვევი სურათების მიღმა ბევრი არაფერი იყო. ამან გამოიწვია აუდიტორიის ბრალდებები, რომ ეს შემქმნელები სისტემას ატყუებდნენ და პოპულარული იუთუბერების პოპულარობას იყენებდნენ. მათ მეტი დაკლიკება მიიღეს, რაც მეტ ფულს ნიშნავდა იმ დროს, როცა YouTube-ზე მთავარი იყო ნახვების რაოდენობა და არა ყურების დრო. მაყურებლებმა და სხვა შემქმნელებმა დაიწყეს უნდობლობის გავრცელება ამ ვიდეო პასუხებთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი განზრახ კეთდებოდა ალგორითმის გამოსაყენებლად და ამისთვის ჯილდოს მისაღებად.
Thumbnail-ების უკან არსებული ვიდეოები თითქმის არ იყო საინტერესო. სავსე იყო უაზრო კომენტარებით, თემასთან დაუკავშირებელი საუბრებით და ძალიან დაბალი ხარისხის რეაქციებით. იებით. Popularly YouTuber-ები ჩიოდნენ, რომ reply გოგონების სისტემას იდაცებდნენ, რაც მათ საშუალებას აძლევდა გამოეკენებინათ რეკლამიდან მიღებული შემოსავალი და ყურადღება. მათ მიუთითეს, რომ მათი მძიმე შრომა ექსპლუატაციას ექვემდებარებოდა. YouTube-მა მალე დაიწყო ამ ფენომენის გამოძიება, რომელიც იმდენად გავრცელდა და იმდენი კრიტიკა გამოიწვია, რომ ტერმინი reply გოგონა დამოკნინებელ მნიშვნელობას ატარებდა. YouTube-მა აღმოაჩინა, რომ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შემქმნელები სისტემით ბოროტად სარგებლობდნენ, სრულიად მართებული იყო. სტრატეგია მუშაობდა. YouTube-ის ალგორითმი რეალურ ხარისხიან ნახვებზე მეტად ჩართულობასა და დაწკაპუნებებს აჯილდოებდა. საბოლოოდ reply გოგოები მილიონობით ნახვას იღებდნენ მინიმალური ძალისხმევის მქონე სათვალათი. პლატფორმის პასუხი იყო სისტემის მუშაობის წესის შეცვლა, ალგორითმის ისე გადაგეთება, რომ აქცენტი უფრო ყურების დროზე და მაყურებლის შენარჩუნებაზე გაკეთებულიყო, ვიდრე უბრალოდ დაწკაპუნებებზე. ამ ცვლილებამ მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი შექმნა YouTube-ისთვის მთლიანობაში, რადგან ვიდეო პასუხებს აღარ ჰქონდათ იგივე სარეკლამო ძალა. საბოლოოდ ამან შემოქმედები უბიძგა, რომ უფრო გრძელი და საინტერესო ვიდეოები შეექმნათ, ვიდრე მხოლოდ შეცდომაში შემყვან thumbnail-ებზე დაეხმნებოდნენ. ვიდეო პასუხის ფუნქცია ნელ-ნელა გაქრა, სანამ საბოლოოდ სრულად არ გაუქმდა. Reply Getterly-ის ეპოქა ისეთივე სწრაფად გაქრა, როგორც ეს ხარვეზი აღმოაჩინეს. ნომერი 5. ინტერნეტ საზოგადოებისთვის ესეთი ჩახლართული გზები უცხო არ არის. ბევრს გამოუცდია უძილო ღამეები, როცა ერთი ვიდეოდან მეორეში გადადიხარ და მალე მაყურებელი ეშვება უსასრულო ჭაში, სადაც ყოველი შემდეგი ვიდეო უფრო უკიდურესია, უფრო უცნაური და უფრო შეთქმულებით სავსე, ვიდრე წინა. ეს მხოლოდ დაკავშირებული კონტენტი არ არის, რომელმაც შექმნა ეს დაუნდობელი ციკლი, რომელიც მაყურებელს უფრო და უფრო ღრმად ითრევს სიფულ სიცარიელეში. YouTube-ის რეკომენდაციების სისტემა თავისთავადაც ჩახლართული ლაბირინთია. როგორც ჩანს, პლატფორმის ხელოვნური ინტელექტი შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოს მომხმარებლის ჩართულობა. და ამისთვის მაყურებლებს მუდმივად მიმართავენ ისეთი კონტენტისკენ, რომელიც იწყება ერთი უბრალო ვიდეოთი და მთავრდება სენსაციური შინაარსით. ალგორითმი ქმნის თვითგამაძლიერებელ მარკუსს, როდესაც აანალიზებს დაწკაპუნებებსა და ნახვის ხანგრძლივობას, რათა დააწინაუროს ერთი და იმავე კონტენტის უფრო და უფრო ინტენსიური ვერსიები. ზუსტად რეკომენდაციების სისტემის კუდღლის სოროს ეფექტის გამო, ზოგიერთი ფიქრობს, რომ არსებობს შეთქმულება, სადაც ალგორითმი აქტიურად არცელებს რადიკალიზებულ კონტენტს. პლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ YouTube ესეთი კონტენტის პოპულარიზაციას არ ახდენს, ის აძლიერებს არსებულ მიდრეკილებებს სენსაციალიზმისკენ და საბოლოოდ ამყარებს უკვე არსებულ ნარატივებს, მაგრამ ბევრად უფრო უკიდურეს ფორმაში. პლატფორმის ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს კონკრეტული ვიდეოები რა ჩართულობას იღებს მომხმარებლებისგან. შემდეგ ის იყენებს ამ ინფორმაციას, აჯილდოებს ემოციურად დატვირთულ კონტენტს და მაყურებლებს ამავე უკუკავშირის მარყულში აგდებს. ფაქტობრივად ალგორითმი ქმნის ეკო-კამერებს იმით, რომ სთავაზობს უკიდურეს კონტენტს, რომელიც ერთი უბრალო ვიდეოდან დაიწყო. მაყურებლებმა შენიშნეს დომინოს ეფექტი ერთი ან ორი დაკავშირებული ვიდეოს ყურების შემდეგ. 2022 წლის კვლევამ დაადგინა, რომ პლატფორმის რეკომენდაციის ალგორითმი მომხმარებლებს უფრო ვიწრო იდეოლოგიური კონტენტისკენ უბიძგებს. კვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კურდღლის სოროები რეალური პროცესია, როდესაც მომხმარებელი იწყებს YouTube-ს surfing-ს შედარებით ინფორმაციულად მდიდარ გარემოში, მაგრამ რაც უფრო შორს მიდის, მით უფრო ვარდება ვიწრო, იდეოლოგიურად უკიდურეს კამერაში. ამავე კვლევამ ასევე გამოიგულია თეორია, რომ YouTube პოლიტიკურ მიკერძოებებს მართავს და ბევრ მომხმარებელს მემარჯვენე კონტენტისკენ ეკაჩება. შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალოდ რეკომენდაციების კურდღლის სოროები მართლაც მიიზიდავდა მაყურებლებს პოლიტიკური სპექტრის მარჯვენა მხარისკენ. პოლიტიკურად დამუხტულ კონტექსტში მომხმარებლები შეიძლება დაიწყონ 1-2 ვიდეოს ყურებით საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ და საბოლოოდ აღმოჩნდნენ კონტენტზე, რომელიც ემხრობა სუპრემასისტულ შეხედულებებს და უარყოფს ძალიან რეალურ კატასტროფულ მოვლენებს, რომლებიც მართლაც მოხდა. არაპოლიტიკურად დამუხტულ კონტექსტში მომხმარებელი შეიძლება უყურებდეს ჩვეულებრივ სირბილის ვიდეოს და საბოლოოდ აღმოჩნდეს ულტრამარათონზე. YouTube-ის პასუხი რეკომენდაციების სისტემის ეგრეთ წოდებული კურდღლის ხვრელის ფენომენზე არის ის, რომ ის მიზნად ისახავს შეამციროს მავნე კონტენტის ან ისეთი მასალის რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება დეზინფორმაციად ჩაითვალოს. კვლევები და თეორიის საფუძვლიანი შესწავლა, რომლის მიხედვითაც YouTube მომხმარებლებს კონკრეტული კონტენტისკენ მიმართავს და მათ უკიდურეს კონტენტამდე მიხავს, ამტკიცებს, რომ პლატფორმა მართლაც თავაზობს მომხმარებლებს უკიდურესი შინაარსის ვიდეოებს. ეს როგორც ჩანს უფრო მემარჯვენე მაყურებლებზე ორიენტირებული. იგივე პლატფორმა მაყურებლებს აგზავნის ვიწრო იდეოლოგიური ან არაპოლიტიკური შინაარსის ეკო-კამერებში, რაც განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის, რომლებიც თავიანთ მოგზაურობას უბრალო Minecraft-ის ინსტრუქციის ვიდეოთი იძლევენ. Number 8.
ყველაზე პოპულარულ FPS თამაშებს შორისაა Counter-Strike-ის სერია, რომელიც ხელმისაწვდომია რამდენიმე პლატფორმაზე. თამაშის სერიის რამდენიმე ნაწილი შეიქმნა და გამოვიდა. ერთ-ერთი ესეთი ნაწილი, რომელიც დიდი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა, იყო CS:GO, ანუ Counter-Strike Global Offensive. თამაში გამოვიდა 2011 წლის აგვისტოში. მისი შემქმნელები არიან Valve და Hidden Path Entertainment. თამაში წარმოდგენილი იყო მაღალშეფასებული ცვლილებები, მათ შორის ის ცვლილება, რომ ამუნიცია აღარ იყო შესაძენი. თამაში ასევე იყო საკმაოდ საეჭვო ფუნქცია, სკინებით აზარტული თამაში. სკინებით აზარტული თამაშის სცენა მოთამაშეებს აძლევდა საშუალებას Steam-ის მეშვეობით ვირტუალური სკინები შეეტანათ ვებგვერდებზე, რომლებიც შემდეგ საიტის კრედიტებად გარდაიქმნებოდა და მათ შეეძლოთ ეთამაშათ Crash, რულეტკა ან кейსების ბრძოლები. Valve ამტკიცებდა, რომ ეს იყო მხოლოდ კოსმეტიკური ლუთის სისტემები, მაშინ როცა საზოგადოება მათ რეალურ აზარტულ თამაშებად მიიჩნევდა, რადგან სკინებს ფულადი ღირებულება ჰქონდა. ეს ფუნქცია თაღლითობისა და დამოკიდებულების რისკს ქმნიდა, რადგან სათანადოდ არ რეგულირდებოდა. CS:GO-ს მოთამაშეთა ნახევარზე მეტს არასრულწლოვნები შეადგენდნენ, რომლებსაც ახლა სერიოზულ და მომგებიან გარიგებებზე ჰქონდათ ცდომა. მიუხედავად ამ შეხედულებისა, აზარტული თამაშების ფუნქცია მაინც დარჩა და YouTube-ზე კონტენტის შემქმნელებმა და ინფლუენსერებმა ეს შესაძლებლობად მიიჩნიეს ხურათრების მისაპყრობად. სოციალური მედიის მთავარი ვარსკვლავები იწვევდნენ ვიდეოების გამოქვეყნებას, სადაც აზარტული თამაშებიდან დიდ მოგებებს იღებდნენ, თითქოს გაოცებულები იყვნენ თავიანთი წარმატებით და აზარტული თამაშების ვებგვერდებს უწევდნენ რეკლამას. რა თქმა უნდა, ბევრი მაყურებელი თავადაც აღმოჩნდებოდა ამ საიტებზე, სადაც ისინი რეალურ ფულად შეფასებული თამაშის შიგნით არსებული სკინებით დებდნენ მსონებს. თავარი იუთუბერებს შორის, რომლებმაც აზარტული თამაშების თემა გაავრცელეს, იყვნენ Trevor Martini, რომელიც ცნობილია როგორც T Martini, და Thomas Castley, რომელსაც სინდიკატი ეძახიან. ამ ორმა ატვირთა საკუთარი CS:GO-ს აზარტული თამაშების ვიდეოები, სადაც ისინი მუდმივად იღებდნენ დიდ მოგებებს ვებგვერდზე სახელად CS:GO Lotto. მცირე რაოდენობის სკეპტიკოსები, რომლებიც ამ ყველაფრის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, ფიქრობდნენ, რომ შემქმნელებს შესაძლოა სხვა მიზნები ჰქონოდათ. ვიდეოები უბრალოდ ავთენტური არ ჩანდა. 2016 წლისთვის ყველაფრის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მომგებიანმა გარიგებებმა ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო და მათ დაიწყეს ამ სათამაშო ფუნქციის გამოძიება. იმ წელს გაერკვა, რომ Martini და Castley იყენებდნენ webwords, რომელიც სინამდვილეში მათ ეკუთვნოდათ. CS:GO Lotto პარალად ეკუთვნოდა ამორს, რომლებმაც ეს ფაქტი მაყურებლებსა და მომხმარებს არ გაუმხილეს. მათი ვიდეოები, სადაც ისინი ფულს იგებდნენ ამ საიტზე, მთლიანად დადგმული იყო, რაც საბოლოოდ იზიდავდა მაყურებლებს, რომლებიც რეალურად დებდნენ ფსონს არარეგულირებულ სათამაშო პლატფორმაზე, რომელიც ასევე მიზნად ისახავდა ახალდაზრდულ შემადგენლებს, მათ შორის არასრულწლოვნებსაც. სკანდალმა გამოიწვია ფართომასშტაბიანი დავა ეთიკისა და თამაშის სათამაშო ფუნქციის კანონიერების შესახებ, რაც საბოლოოდ FTC-ის მკაცრ რეაგირებაში გადაიზარდა. CS:GO Lotto სკანდალმა იძლებული გახადა YouTube-ი, შემოეღო ახალი წესები content შემქმნელებისთვის, სპონსორირებული კონტენტის გამჭვირვალობის შესახებ. ამან ასევე გამოიწვია Valve-ის მხრიდან ქმედებები თავლითური სათამაშო საიტების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მესამე მხარის საიტები კვლავ აქტიურია და ფართოდ გავრცელებულია 2026 წელსაც. CS:GO, რომელიც ახლა ცნობილია როგორც CS2, კვლავაც იზიდავს მოთამაშეებს, რომლებიც ამ საიტებზე შედიან სკინების შესატანად და ნამდვილი ფულის გაზინოს თამაშებში სათამაშოდ. მესამე ნომერი. როცა YouTube-ისა და მსგავსი სოციალური მედიის პლატფორმების საზრდოებაში დამკვიდრება ახალდაწყებული იყო, რამდენიმე მომხმარებელმა გამოკვეთა პოტენციური გავლენა, რომ ამ ონლაინ სექტორებში შეიძლება კონტენტ გავლენა მოვლენების საერთო სურათზე. ინფორმაციის ეპოქა ნიშნავდა, რომ ყველაფერი მომხმარებლების ხელის გულზე იყო. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლება საშიში რამ იყოს. შეშფოთებამ გამოიწვია სტერეოტიპული ტექნოლოგიების წინააღმდეგი მშობლის განცხადება, რომ ინტერნეტი ზედმეტად გავლენიანი იყო. ისინი, ვინც პლატფორმები, როგორიცაა YouTube, ისეთად დაინახეს, როგორც სინამდვილეში იყო, უყურებდნენ, როგორ იწყებდა საზოგადოება ინტერნეტში დაწყებული ტრენდების მიღებას. ეს დაიწყო მხოლოდ ტანსაცმლის სტილებით, მაკიაჟის ფერებით და ვარცხნილობებით. მაგრამ თეორეტიკოსები მიუთითებდნენ, რომ სოციალური მედია პოლიტიკასა და რწმენის სისტემებში აღწევდა, ბევრიც ამის საფრთხეზე აფრთხილებდა. თუმცა ეს გაფრთხილებები უგულებელყოფილი იყო და უბრალოდ განიხილებოდა როგორც განგაშის ატეხვა და შიშის დათესვა. მათ გიჟებად და შეთქმულების თეორეტიკოსებად მოიხსენიებდნენ, რომლებიც ცვლილებების ეპოქას ეწინააღმდეგებოდნენ. წლები გადიოდა, ინფლუენსერები იზრდებოდნენ, გავლენაც რჩებოდა. მაყურებლები აღარ იყვნენ დამოუკიდებელი პიროვნებები, ხოლო მომხმარებლები განაგრძობდნენ იმ ინფორმაციის მიღებას, რომელსაც სოციალური მედიის ვარსკვლავის YouTube-ის საშუალებით აწვდიდნენ. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ შიშის დათესვა სრულიად უსაფუძვლო არ ყოფილა.
ქცევითი კვლევებისა და სოციალური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ YouTube, რომელიც გარდამავალ მედიაზე სოციალურ გავლენას აღემატება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებაზე ზემოქმედებაში. პლატფორმის კონტენტს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, ქცევაზე და თუნდაც მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ YouTube მოქმედებს როგორც მოულოდნელად ძლიერი სოციალური ცვლილებების აგენტი, რომელმაც ჩამოაყალიბა ახალგაზრდული კულტურა და თუნდაც შეცვალა მომხმარებლის ქცევა, ძირითადად ინფლუენსერების მეშვეობის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ YouTube მასპინძლობს საგანმანათლებლო კონტენტს, ის ასევე არის მავნე დეზინფორმაციის გამავრცელებელი. ამ სოციალური მედიის პლატფორმის შექმნამდე ტელევიზიას, გაზეთებს და რადიოს ჰქონდათ მონოპოლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. დღეს კი ეს ესტაფეტა YouTube-ს უჭირავს. პლატფორმა გახდა ყველაზე დიდი პოლიტიკური გავლენის წყარო, სადაც ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კამერა და საკმარისად ძლიერი ხმა აქვს, შეუძლია ჩამოაყალიბოს ნარატივები, რომლებიც ადრე მხოლოდ საზოგადო მოღვაწეებსა და ახალი ამბების სამყაროს ეკუთვნოდათ. მარტივი ხელმისაწვდომობა, ალგორითმებთან და დღის წესრიგის დამკვიდრებულ ნარატივებთან ერთად გადაიზარდა პოტენციურად საშიში იარაღად. Content სპეციალურად მორგებულია და მიზანმიმართულად მიეწოდება კონკრეტულ ჯგუფებს, რათა კიდევ უფრო გაზარდოს გავლენა. რესპუბლიკელები ხედავენ რესპუბლიკელების მხარდამჭერ ვიდეოებს, ხოლო დემოკრატებს მიეწოდებათ დემოკრატიულად ორიენტირებული ვიდეოები, სადაც თითოეული მხარე ცდილობს მეორე მხარის დისკრედიტაციას და ამით აძლიერებს ერთმანეთსადმი სიძულვილს. 2026 წლის მონაცემებით გამოგითხრული Z თაობის 48%-მა, ვინც პოლიტიკურ ცვლილებებზე გამოკითხეს, აღნიშნა, რომ მათზე ყველაზე მეტად სოციალური მედია ახდენდა გავლენას. მათ თქვეს, რომ მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე ყველაზე დიდი გავლენა YouTube-მა მოახდინა. ამ პლატფორმასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან მთავარი ინფლუენსერები მას ამომრჩევლებზე გავლენის მოსახდენად იყენებენ. YouTube-ის სოციალური გავლენა პირდაპირ უკავშირდება სოციალური გავლენის თეორიას, რომელიც ხსნის თუ როგორ იცვლება ადამიანის აზრები, გრძნობები და ქცევები სხვებთან ურთიერთობის, ინტერნეტში ნანახი ინფორმაციისა და მასის მიბაძვის სურვილის მიხედვით. ნომერი 2. ერთ დროს, როდესაც YouTube მეფობდა, ტრენდულგვერდს ფარული კამერის ხუმრობები და სოციალური ექსპერიმენტები მართავდა. Instagram-ისა და TikTok-ის გამოჩენასთან ერთად, იგივე კონტენტი სხვა ტრენდულგვერდებზეც გამოჩნდა. თუმცა, ფარული კამერის სისტემა YouTube-ზე დაიბადა. 2013-დან 2018 წლამდე პლატფორმა თავის პრანკების ეპოქაში იყო, რომელიც გამოირჩეოდა შოკის მომგვრელი სოციალური ექსპერიმენტებით, ექსტრემალური ქმედებებით, მოულოდნელი შეშინებებითა და ინტენსიური პრანკებით. ამ პერიოდში პლატფორმის ალგორითმი აჯილდოებდა მაღალ ჩართულობას, შოკის მომგვრელ კონტენტს და შემქმნელების საზღვრებს სდებოდნენ. უმნიშვნელო პრანკები გადაიზარდა ექსტრემალურ ქმედებებში მოულოდნელი შეშინებებით, რაც შემდეგ კალბ ძარცვებსა და ასაფეთქებელი მოწყობილობების მუქარებამდე მივიდა. ინფლუენსერები საჯაროდ აწყობდნენ ოჯახური ძალადობის სცენებს, რაც უკიდურეს რეაქციებს იწვევდა. სოციალური ექსპერიმენტის სცენარი ასევე მოქმედებდა როგორც ფარი, რომელიც შემქმნელებს აძლევდა საშუალებას ესარგებლად ხარბეზით, რათა გაემართლებინათ უცნობების შევიწროება იმით, რომ თითქოს ადამიანურ ბუნებას ამოწმებდნენ ან ცნობიერებას ზრდიდნენ. ხანდახან ეს უკიდურესი ქმედებები საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზი ხდებოდა და ზოგ შემთხვევაში კალბი ძარცვისთვის ან უსახკარო კაცისთვის კბილი სპასტიანი ორეოს მიცემის გამო დაპატიმრებამდეც მიდიოდა საქმე. ამ ეპოქაში YouTube ქაოტური იყო და დროთა განმავლობაში რეალური შეშფოთება გაჩნდა იმ ადამიანების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც ამ ქმედებებსა და პრანკებში მონაწილეობდნენ. საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმეტესობაში მონაწილეები ან ექსპერიმენტის ობიექტები კარგად იცნობდნენ სიტუაციას და კარგად იცოდნენ, რომ თითქოს დამალული კამერა იყო. სინიკოსები ყველანაირად ამტკიცებდნენ, რომ ეს ვიდეოები ნახვების მისაღებად იყო დადგმული. მათი აზრით, რეაქციები ზედმეტად დრამატული იყო, ხოლო სიტუაციები ზედმეტად დაუჯერებელი, რომ ვინმეს დაეჯერებინა. აღმოჩნდა, რომ სკეპტიციზმი უსაფუძვლო არ ყოფილა. 2016 წლისთვის ნიღაბი ნელ-ნელა ჩამოიხსნა და ბევრი იუთუბერი გამოიჭირეს იმაში, რომ თავიანთ კონტენტს აყალბებდნენ. ზოგმა ინფლუენსერმა საჯაროდაც აღიარა, რომ რეაქციებსაც დგამდა. მთავარი არხები, რომლებიც პრანკების ჟანრს იყენებდნენ, მაგალითად PussyTube, ღიად აღიარებდნენ, რომ ბევრი ვირუსული და მძაფრი მომენტი, რომელიც მათ ვიდეოებში ჩანდა, სცენარით იყო დადგმული. ისინი ასევე იტანებდნენ დაქირავებულ მსახიობებს თავიანთ პრანკ ვიდეოებში და იმ გახმაურებულ რასისტულ სოციალურ ექსპერიმენტშიც კი. Sam Pepperis საკამათო პრანკები, მაგალითად, ყალბი ხელის ვიდეოები, ასევე დადასტურდა, რომ გაყალბებული იყო. მან აღიარა, რომ ვიდეოები სინამდვილეში მხოლოდ ნახვებისა და ჩართულობისთვის იყო დადგმული. მან განაცხადა, რომ ეს კონტენტი ზედმეტად გიჟური იყო იმისთვის, რომ ნამდვილი ყოფილიყო და ბევრი მათგანი რეალური რომ ყოფილიყო, მას ციხეში ჩასვამდა.
YouTuberis Adrian G's მიერ გადაღებული ვიდეო ბრმაკაცის პატიოსნების ტესტი ასევე სავარაუდოდ დადგმული იყო. John Pallerlinis ვირუსული ვიდეო 2014 წლიდან სახელწოდებით როგორ ხარჯავს უსახლკარო კაცი $100 ასევე დადგმული და მანიპულირებული აღმოჩნდა. რამდენიმე სხვა YouTuber-მა საკუთარ არხებზე მსხვილი შემქმნელები გააკრიტიკა სოციალური ექსპერიმენტების გამო, მათ ყალბები და სულელურები უწოდა. Am YouTuber-მა გამოავლინეს ის ტყუილები, რასაც ინფლუენსერები ავრცელებენ და აჩვენეს როგორ იყენებენ ისინი საზოგადოებას, მათ შორის უსახლკაროებსაც ფინანსური სარგებლისთვის. ნომერი 1. 2016 წლის ივლისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი YouTube-ის კონსპირაცია დაიწყო, რამაც ფართომასშტაბიანი პანიკა გამოიწვია და ისეთი ძლიერი მოძრაობა შექმნა, რომ მან სხვა სოციალურ ქსელებში შეაღწია, მათ შორის Instagram-ზე, Twitter-ზე და Facebook-ზე. სიუჟეტის ცენტრში იყო ახალგაზრდა ბრიტანელი ვლოგერი Marina Joyce, სილამაზის სფეროს ინტერნეტ ვარსკვლავი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა თავისი YouTube-ის არხით, რომელიც მოდისა და მაკიაჟის გაკვეთილებს ეძღვნებოდა. მაგრამ მარინა 2016 წელს ნამდვილ ცუდსახელს მოიხვეჭდა YouTube-თან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის გამო, რომელმაც მთელ ინტერნეტში დიდი პანიკა გამოიწვია და პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. იმ ზაფხულს ფანები სულ უფრო მეტად შეშფოთდნენ მარინას მოულოდნელი და უცნაური ქცევით. მისი უცნაური პიროვნება გაქრა და მას გაუჩნდა უმოძრაო, თითქმის კატატონური მზერა. ის ნერვიულად იყურებოდა კამერის მიღმა და ზოგჯერ მასზე სილურჯეებიც ჩანდა. რაც მისმა ფანებმა ნამდვილად დაიჯერეს, იყო ჩურჩულით ნათქვამი მიშველეთ, რომელიც ფონიდან ისმოდა. მაყურებლებმა ეს ყველაფერი ისე გაიგეს, რომ Marina Joyce დიდ საფრთხეში იყო. ინტერნეტში ყოველი ჩვეულებრივი ქმედება აღიქვეს როგორც ნიშანი იმისა, რომ რაღაც რიგზე არ იყო და მალე მარინა გახდა ინტენსიური შეთქმულების თეორიების მთავარი თემა. ფანებმა შეთქმულების თეორიები გაავრცელეს იარცელეს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საყვარელ ინფლუენსერთან, Marina Joyce-თან. თეორიებში მთავარი თემა იყო ის, რომ მას მძევლად ჰყავდა თაყვანილი. ზოგი ვარაუდობდა, რომ ის ძალადობრივი პარტნიორის მსხვერპლი იყო, ხოლო სხვები თვლიდნენ, რომ მას ISIS-ი მძევლად ჰყავდა აყვანილი. ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ მას აიძულებდნენ, ეს უხერხული ვიდეოები YouTube-ზე გადაეხო. მალე პანიკა გაიზარდა და საკუთარი ჰეშტეგიც კი შეიძინა, გადაარჩინეთ Marina Joyce. შიში საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ Enfield-ის პოლიციის დეპარტამენტიც ჩაერთო და მათ კარგად ყოფნის შემოწმება ჩაადარეს. ისინი მივიდნენ YouTuber-ის სახლში და ნახეს, რომ მარინა ცოცხალი და ჯანმრთელი იყო. ეს ვიზიტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ინფლუენსერი დაეთანხმებინა ბოლოს და ბოლოს გადაეღო ვიდეო, სადაც ონლაინ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობდა. მან და მისმა დედამ ფანებს აცნობეს, რომ მას არავინ აჩერებდა მძევლად. მათ აღნიშნეს, რომ სილურჯეები დღეში სეირნობისას წაქცევის შედეგად იყო მიღებული. შურჩული. მიშველეთ. სინამდვილეში მისი დედის მითითება იყო კამერის მიღმა. რეალურად ის ამბობდა სიტყვებს, ჩემსავით დადექი. ამის მიუხედავად, ზოგადი შეგრძნება, რომ მარინასთან რაღაც რიგზე არ იყო, უსაფუძვლო არ ყოფილა. მაყურებლები ნამდვილად ამჩნევდნენ რაღაცას, როცა ვარსკვლავის საჯარო იმიჯი მოულოდნელად შეიცვალა. წლების შემდეგ ეს ეჭვები გამართლდა, როცა მარინამ გაამხილა, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. თუმცა ფართოდ გავრცელებული შეთქმულების მსხვერპლის ნაცვლად, YouTuber-მა საკმაოდ კარგი მოგება ნახა იმით, რომ არარსებული გატაცების და მძევლად ყოფნის თემის მთავარი ფიგურა გახდა. იმ კვირას, როცა ჭორები პირველად გავრცელდა, მარინას გამომწერების რაოდენობა 600,000-დან 1.7 მილიონამდე გაიზარდა. მისი მაყურებელიც გაიზარდა და 22.8 მილიონ ნახვას მიაღწია. თუმცა მოძრაობა Marina Joyce-ის გადარჩენისთვის შორს იყო დასრულებისგან. ფართოდ გავრცელებული პანიკა კვლავ გამოჩნდა 2018 წელს, როცა 22 წლის Marina Joyce საიდუმლოდ გაუჩინარდა, რამაც ისევ გააჩინა გადაცების თეორიები. მაგრამ ის 10 დღის შემდეგ უვნებლად იპოვეს, თუმცა მისი მოულოდნელი გაუჩინარების გარემოებებზე არანაირი განმარტება არ გაკეთებულა. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწერეთ ლაიკის ხილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Announce და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.